ახალგაზრდების როლი ამით დავიწყებ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესში, იმიტომ რომ დღევანდელი პოლიტიკური რეალობა შემდგარია ისეთი ხალხისაგან, ვინც არის ფაქტობრივად მე ასე შემიძლია ვთქვა, რომ დაძველებული და ამას ჭირდება განახლება. არ შეიძლება რომ ყოველთვის და მუდმივად ვილაპარაკოთ ერთსა და იმავეზე და განახლებაზე და ახალი აზრების გამოჩენას დავუხშოთ გზები. პროტესტ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა. დაწყებული ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, გაზრდილი ემიგრაცია, სუსტი თავდაცვის უნარიანობა, სასამართლოს მიკერძოებულობა, სამართლის ინსტიტუტების საკმაოდ შესუსტებული და მიკერძოებული, ხელში ჩაგდებული მდგომარეობა. ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან ბევრი მუშაობა, სათითაოდ და ასევე განათლების ჯანდაცვის სისტემები და მიმართულებები არის საკმაოდ დასახვეწი, გამოსასწორებელი. ამაზე არის სამუშაო და შესაბამისად მოითხოვს დიდ შრომას. თუ კი ჩვენ ამ ყველაფერს მივაღწევთ, უკვე ჩვენ შინაგანად გვექნება საქართველოს იმ საშუალება, ხალხს იმ საშუალება, რომ თქვათ, რომ ჩვენ ღირსეულად შეგვიძლია, ამ დროს შეგვეძლება მხოლოდ ღირსეულად შევიდეთ ევროპაში და სხვა გზით და სხვა თქვათ მტერთან, რუსეთთან დათმობის პოლიტიკით და მსგავსად ეს შეუძლებელი იქნება.